ყველამ ძალიან კარგად ვიცით დღეს სოფლიოში რა პროცესებს აქვს ადგილი. გუშინ დაახლოებით ამ დროს გერმანიის კანცლერმა სპეციალური მოწვევით პარლამენტის ხდომა მოიწვია არასამუშაო დღეს და თელ სოფლიოს ამცნო იგი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში კავშირზე პუტინთან და პუტინმა მას პრაქტიკულად დაუდასტურა, რომ იგი ცდილობს აღადგინოს რუსული იმპერია. ამას საუბრობდა გერმანიის კანცლერი. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ პუტინი ცდილობს ევროპის საზღვრების შეცვლას მისი წარმოდგენების მიხედვით, რის შესაძლებლობასაც დასავლური ცივილიზებული სამყარო არ მივცემთო. და გერმანიის კანცლერი შოლცი გამოხატავდა მთელი ევროპის, განვითარებული ევროპის პოზიციას. და ამ დროს საქართველოში დღეს 28 თებერვალს ზუსტად პრაქტიკულად იმავე დროს, რა დროსაც გუშინ ევროპის წამყვანი ლიდერები საუბრობდნენ საპირისპიროს თავრობის ხდომაზე პირდაპირ ეთერში ღარიბაშვილმა ქართველების სახელით კარი მოუხურა ევროპას, ქართველების სახელით, თქვენი სახელით და ჩემი სახელით უარი უთხრა ევროპას, ქართველებს ევროპულ დასავლურ პერსპექტივებზე და დაცულ მომავალზე. ანუ კიდევ უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ჩვენი სახელით დღეს 12 საათზე თავრობის ხდომაზე თავრობის მეთაურმა თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე. და ამ დროს ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ უკვე ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი წარმოადგენს არავის გარდა რუსული ინტერესებისა. მაგრამ სიცხადი არის მეტი შესატანი ამ ბრძოლაში. მაშინ როდესაც აი ესე უტიფრად ჩვენი სახელით ისტორიულ მომავალზე უარს ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქართველები მეტად უნდა ვაქტიურობდეთ. ვაქტიურობდეთ, ვინაიდან ეს არის ისტორიული გამოწვევა, რომლის წინაშეც დაგვაყენა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელმაც წილი ყარა და ის არ დადგა არც გერმანიის კანცლერ შოლცთან, არც ზელენსკისთან, არც ბაიდენთან, არც ბორის ჯონსონთან. ის დადგა ლუკაშენკოსთან, ის დადგა კადიროვთან და ის დადგა პუტინთან. ეს არის სიმართლე. ამიტომ დრო მოვიდა, როდესაც ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ არ წარმოადგენს ხელისუფლება ქართველ ხალხს. მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მიმდინარეობს ძალიან ისტორიული პროცესი და უკრაინა როგორც არასოდეს, მიუხედავად ომისა, ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და დაჩქარებული წესით იწყება განხილვა უკრაინის ამ ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი და პრეზიდენტი ზელენსკიც. და ჩვენ არათუ არ ვემხრობით ამ ინიციატივას, არათუ არ ვიტაცებთ ამ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირისგან მოდის, არამედ ვგმობთ ამ გვარ ინიციატივებს. და როდესაც შენ გმობ ამ გვარ ინიციატივებს, როდესაც შენ გმობ ევროპულ მომავალს და შენი სახელით საუბრობს ვიწრო ჯგუფი ქვეყანაში, შენ ევროკავშირში არ მიგიღებენ. ამისათვის არის სიცხადე სასწრაფოდ შესატანი. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი. რატომ აწევრიანებენ სასწრაფო წესით უკრაინას ევროკავშირში? იმიტომ თემოსოფლივ დაინახა, რომ აგრესორი ებრძვის უკრაინას. ისევე როგორც ჩვენ გვებრძოდა 2008 წელს. თუ კი ვინმეს უნდა ჰქონდეს ამბიცია და სამართლიანი მოთხოვნა, რომ უკრაინელებთან ერთად ჩვენ უნდა ვიყოთ დღეს ხვალ ზედ ორთქმავალები ამ პროცესის, ეს არის ქართველი ერი. მაგრამ ქართველ ერს წარმოადგენს დღეს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე.
გავა წლები და არც თუ ათეული წლები და ტოლობის ნიშანი უფრო მკაფიოდ დაისწრება სერგო ორჯონიკიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ამიტომ ჩვენ ჩემს მეგობრებთან ერთად უერთდებით ახალგაზრდებს დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე იმისათვის, რომ ქართველების სახელით არ საუბრობდეს ირაკლი ღარიბაშვილი. სანამ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ქართველების სახელით, ჩვენ ვართ მოკლებული შესაძლებლობას, ამ ისტორიულ შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები განზე მარცხნივ და გვახსოვდეს, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებაც გაბედეს და უთხრეს ქართველების სახელით და მთელ სოფლიოს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს, რომ მათთვის საქართველოს კარი არის დახურული, ახლა ჯერი არის ჩვენზე და ყველას გელოდებით 7 საათზე, როგორც ეს შვევოდა ბევრ თაობას ქართველებისა. იქ წყდება რუსთაველის გამზირზე მომავალი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს წარსულზე. ჩვენ ვიდა ვისაუბროთ მომავალზე და ეს მომავალი იყოს ხელშესახები, ისევე როგორც თაობებმა ეს მიაღწიეს უკომპრომისო მშვიდობიანი ბრძოლით, როცა მათ სჯეროდათ ამა თუ იმ ბრძოლით. მე ვფიქრობ, უკვე წითელი ხაზები გადაკვეთა რუსულმა ქართულმა ოცნებამ და ან ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ევროპული მისწრაფებების შესაძლებლობების შანსს, ან ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე უახლოეს მომავალშიც, რისი უფლებაც მას არ აქვს და ეს უფლება მას უნდა ჩამოართვა.